კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით, შემაღლებულ ბორცვზე. სადაც კვირაცხოვლის სახელობის ტაძარი იყო აგებული, მაგრამ უკვე აღარ იყო ფაქტობრივად ფულზეც აღარ იყო თითქმის დაჩენილი, როგორც მე გადმოცემით ვიცი და წავიკითხე ბატონი ბეითანის იმაში მოგონებაში არის ჩანაწერები და აი თუ როგორ სურვილი ქონათ რომ ტაძარი აგებული იყო, მაგრამ ამ ადგილას იყო კიდე რესტორანი. როცა კომუნისტების პერიოდში რესტორანი იყო კარგი ხანს და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პრობლემები იყო და ბევრი არასასურველი რაღაცები ხდებოდა ხოლმე. საბოლოოდ რესტორანი დაიწვა და აშენდა კვირაცხოვლობის ტაძარი, რომელიც სულიერ დარაჯად ადგას სურამს. 1998 წლის 10 სექტემბერს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა. იმავე დღეს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორე ესტუმრა კვირაცხოვლის ტაძარს და პარაკლისი აღავლინა. კვირაცხოვლობა ქართული ხალხური წარმოდგენების ერთ-ერთი უძველესი ფენაა, რომელიც დაკავშირებულია კვირის დღეების, ცხოველურ ან სულებრივ ხასიათებთან. ადამიანები კვირის თითოეულ დღეს გარკვეულ ძალას, ბუნებას, ენერგიას ან სიმბოლურ არსებას უკავშირებდნენ. ამ ძალას ზოგადად დღის ცხოველს, მთელი სისტემას კი კვირაცხოვლობას უწოდებენ. ტაძარში ერთ-ერთ კუთხეში ქვაზე ამოკვეთილია შემდეგი სტრიქონები. ტაძარი ეს კვირაცხოვლისა აშენდა სადიდებლად ღვთისა, უფალო, შეიწირეს შრომა და ღვაწლი, ქტიტორთა ვალერი გელაშვილისა და ბეითან ნოზაცისა